მოგესალმებით ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებო. თქვენ უყურებთ მორიგულ ლოგს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მე-16 ტურიდან, სადაც სულ რამდენიმე წუთში ჩვენს უკან მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე იბერი 1999 უმასპინძლებს დინამო ბათუმს. ბექა, პირველ რიგში მოგიკითხავ, როგორ ახარ? მენიურად და ამინდი ისეთია, რომ იმედია გაგვახურებენ, იმიტომ რომ მძიმე თამაში იქნება განსაკუთრებით იბერიასთვის, იმიტომ რომ დამარცხდა წინა ტურში სამგურალთან 3-2 გასვლაზე. მიუხედავად იმისა, რომ ჯინჯოლოვამ დუბლი გააკეთა, აღარ ეყოთ, იმიტომ რომ ბოლო წუთებში მოხდა ეს ყველაფერი. რაც შეეხება ბათუმს, ბათუმი კარგ ხასიათზეა, დიდი წაუგებელი სერია აქვს, კარგი მოგებები მიაწყვეს ერთმანეთს და იმედოვნებენ, რომ ამას შეინარჩუნებენ, იმიტომ რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ ეხლა ეწევა მათ სატრანსფერო სიახლეები, როგორც ისიც პირველი მარჯვენა მცველი დაიმატეს CSKA Sofia-დან და კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს გუნდი და უნდა შევიდეს ფორმაში. ყველაფერი თქვი პრინციპში რის თქმაც მსურდა. დავამატებ მხოლოდ იმას, რომ იბერიას ბოლო პერიოდში ფორმა აერია, ბოლო 4 თამაში არ აქვს ისეთი სტაბილური შედეგები და წინა ტურში წყალტუბოს სამგურალთან მათი მარცხი ნამდვილად იყო მოულოდნელი, თუმცა ქუთაისის ტორპედომაც მშვენიერი საჩუქარი გაუკეთა გუშინ. არეულია, იმიტომ რომ დინამოსთან წააგო, შემდეგ აგრასთან მოიგო და მერე გასვლაზე ისევ წააგეს სამგურალთან. მოკლედ ის წაუგებელი სერია რაც ჰქონდა დიდხნიანი გუნდს დაკარგეს და ცდილობენ რომ იპოვონ თამაში ისევ განსაკუთრებით ჩემი აზრით განსაკუთრებით სუდად, იმიტომ შეიძლება ისახოს რომ ძალიან ახლოს არის ევროტურნირები და მაქსიმალურად გუნდმა სწრაფად უნდა შეძლოს იმ ფორმის აღდგენა და რაღაც ტონუსში ჩაჯდომა, რომ იმას უფრო მომზადებული შეხვდეს. დინამო ბათუმის კარგი ფორმა ახსენე და განსაკუთრებით დასაფასებელია გიორგი ჭიაბრიშვილის კარგი მუშაობა. დინამო ბათუმი სატრანსფერო ბანიდან გამომდინარე პირველ რიგში ძალიან ახალგაზრდული გუნდია. გუნდმა მიაყოლა ერთმანეთს მოგებები, დაუმარცხებელია უკვე 6 ტურია და ჯამში 21 ქულა დააგროვა. ჩვენ გვახსოვს დრო, როდესაც ბოლო ადგილზეც კი იყო დინამო ბათუმი, საკმაოდ მძიმე სტარტი იყო და ეს პრინციპში საქართველოს ჩემპიონატში არ გვიკვირს, იმიტომ რომ ბევრმა გუნდმა დაიწყო მძიმედ და ეხლა უკვე ის ეტაპი დგას, როდესაც გამოჩნდება დინამო ბათუმი რისთვის აპირებს ბრძოლას მიმდინარე სეზონში. აი ბათუმმა საიდან გამოასწორა ეს თამაში დინამოსთან რომ თბილისში თამაშეს 2-2, იქიდან უკვე თითქოს რაღაც თამაში იპოვეს, აკრიფეს ფორმა და უფრო მეტად გამოსდით მომენტები შექმნა გოლის გატანა, მანამდე რეალიზაციის ძალიან დიდი პრობლემა ჰქონდათ, აი ტორპედოსთან უამრავი მომენტი შეიქმნა და ძალიან დიდი ანგარიშით წააგეს, იმ ანგარიშით რაც თამაშიდან გამომდინარე არ იკითხებოდა, რომ ეგრე დაიჩაგრებოდნენ მაგ მატჩში ბათუმში. კი ბატონო, ჩვენს მაყურებელს აუცილებლად უნდა უთხრათ, რომ დაალაიქოს ეს ვიდეო, გამოიწეროს ჩვენი YouTube არხი, იმისთვის რომ საქართველოს ჩემპიონატს უფრო მეტი ყურადღება დაეთმოს და სხვა შორის ბექა ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ მას შემდეგ რაც ჩვენ დავიწყეთ გაშუქება საქართველოს ჩემპიონატსა, ძალიან ბევრი YouTube და TikTok არხებია, რომლებიც მეტ ინტერესს იჩენენ ეროვნული ლიგის მიმართ და ბუნებრივია ეს გვიხარია. ბევრმა მოვლენა იმოქმედა ამაზე, რომ საქართველოს ჩემპიონატი უფრო პოპულარული გამხდარიყო, კეცბაიას დაბრუნებაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია და ევროტურნირების მოახლოებაც ალბათ. ხო, აი პიკში შევდივართ წესით სეზონის და საინტერესო არის როგორ განვითარდება და უფრო მეტი სიახლე რა წამოგვეწევა ისეთი, რაც უფრო მეტად მომხიბვლელს გახდის საქართველოს ჩემპიონატზე სიახლეს. აქვე ვახსენოთ, რომ ჩვენი პარტნიორია და მეგობარი კომპანია არის HubSG, რომელიც ჩვენ გვეხმარება ეროვნული ლიგის კლუბების მაისურებით, რომელიც შეგიძლიათ ჩვენს გათამაშებებში მოიგოთ, რომელიც არის e-commerce პლატფორმა და მალე იქნება ფიზიკური მაღაზია, სადაც შეგიძლიათ ტოპ ბრენდების აქსესუარები შეიძინოთ. კი ბატონო, ამ ვიდეოს კომენტარებში ნებისმიერი სახის კომენტარი დაწერეთ, ჩვენ რენდომაიზერით ან შემდეგ ბლოგში, ან შემდეგ პოდკასტში აუცილებლად გავათამაშებთ, ამჯერად უკვე დინამო ბათუმის მაისურს. მოკლედ ნებისმიერი სახის კომენტარი დაგვიტოვეთ და მოიგეთ, რატომაც არა თქვენს გარდერობს შეძინეთ კიდევ ერთი ლამაზი მაისური, ამჯერად დინამო ბათუმის. ჩვენ კი ნელ-ნელა გადავინაცვლოთ ჩვენს პოზიციებზე და ველოდოთ კარგ და საინტერესო მატჩს, იმედი მაქვს რომ გოლებს ვნახავთ. ძალიან რთულია, იმიტომ რომ წინა ინციდენტის შემდეგ ძალიან გამკაცრებული არის სტადიონზე გადაადგილება, ეს ერთის მხრივ სწორითაა, იმიტომ რომ არ არის სასიამოვნო ფაქტი, როცა ამდენი ადამიანი იჭრება მოედანზე და თვითონ ინფრასტრუქტურა ზიანდება აქედან გამომდინარე. სწორი გადაწყვეტილებაა, მე ვემხრობი, თუმცა ზედმეტი სიმკაცრე არ შეიძლება. მედიასაც მე მგონი თლად ისე არ უნდა იყოს, რომ მედიას შეეფერხოს ასე ვთქვათ გადაადგილება. სულ რამდენიმე დღეში ამ სტადიონზე გურამკაშიას გაცილება იქნება, საქართველოს ეროვნული ნაკრები ითამაშებს და ბუნებრივია ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოედნის საფარი იყოს კარგ მდგომარეობაში. თუმცა ჩვენ დინამოს თამაშზე წინა ვლოგში ვთქვით და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ განსაკუთრებით ბავშვებს გასაგებია, რომ მოედანზე შესვლა კარგი გრძნობაა, თუმცა ეს არ არის კარგი საქციელი და მოკლედ მაქსიმალურად უნდა შევიკავოთ თავი. ეხლა კი წავედით, გუნდები ემზადებიან გამოსასვლელად და დავიწყოთ ჩვენი. გისურვებ კარგ თამაშს ბექა. თქვენც ასევე ტრიბუნებიდან. გოლი აუცილებლად. აუცილებლად, გოლები გვინდა.
მატჩის 25 წუთზე რეზი იბერიამ მოახერხა ანგარიშის გახსნა, ვახო ბედოშვილმა შეაგდო და მე მგონი უფრო იბერია იყო გოლთან ახლოს ვიდრე ბათუმის დინამო. შენ რა სიტყვი? ისეთი ცოტა უღიმრა თამაში იყო ბევრი მომენტის გარეშე, მაგრამ უფრო ბათუმელების ნახევარზე, ბათუმელების მესამეში იყო ეგ თამაში და იქ ჯარიმაც ჰქონდა იბერიას ერთ საჯარიმოსთან ახლოს, ვერ გაიტანეს რაღაც ერთ საფეხბურთო კროსიც გვახსოვს ხო ტრიველად ძალიან ლამაზე როცა პარტიშვილმა სხვათა შორის როცა ბათუმელების მცველებმა გადაარჩიეს გარდაუვალ გოლს და საბოლოოდ ბედოშვილმა გახსნა ანგარიში. იბერია ცალსახად ცდილობს რომ ითამაშოს პირველ ნომრად, აკონტროლებს ბურთს. ბათუმელები ძირითად შემთხვევაში თამაშობენ კონტრშეტევებზე, სწრაფი ფლანგელების ხარჯზე ხდება ეს ყველაფერი და ისიც აღსანიშნავია, აი ბათუმის მესამედი რაც ახსენე, მიუხედავად იმისა, რომ იბერიელებს აქვს შეაძლებლობა იმისა, რომ ბურთი გააკონტროლონ, პლუს ამას არაძლევენ შეაძლებლობას ბათუმელებს, რომ ბურთი ხშირად კონდეთ, ანუ მაღალი პრესინგით თამაშობენ და ცდილობენ რომ მეტოქის ნახევარზე მოიპოვონ და დაიბრუნონ ეს ბურთი. ნებისმიერ შემთხვევაში ჭიაბრიშვილის გუნდს მოუწევს ახლა დაცვის ხაზის უფრო მაღლა აწევა, შეიძლება საქმეში ჩაერთოს გრძელი პასებიც, იმიტომ რომ ხუთი მცველი თამაშობენ თავის ნახევარზე, ეგეც არის. თითქოს ცდილობენ აი მარჯვენა ფლანგზე შექმნან გადატვირთვა ორი ერთზე, მაგრამ ვერც მოაქვთ იქამდე ბურთი. ნორმალურად მუშაობს იბერიას პრესინგი და აი ეს რაღაც სათამაშო დომინაცია, რაღაც მეტნაკლებად მომენტებით საბოლოოდ გოლადაც გადაისახა. კი ბატონო, ჩვენ ძალიან ხშირად ვამახვილებთ ყურადღებას განსაკუთრებით ახალგაზრდა ფეხბურთელებზე. ანდრია ბარტიშვილი ნამდვილად არის ერთ-ერთი იმ ფეხბურთელთა შორის, რომელიც ალბათ ყველას აინტერესებს საქართველოში როგორ განვითარდება მისი კარიერა და მით უმეტეს აქ იბერიაში სულ სეზონს როგორ ჩაატარებს. ბარტიშვილი კვლავ დგას 10-ანის პოზიციაზე, ფლანგებისკენ კაფე და ვახო ბედოშვილი ყავს გუგან ერგაძეს დღეს და ბარტიშვილი ძირითად შემთხვევაში მოედნის ცენტრთან უფრო წინ იღებს ბურთს და ცდილობს რომ საბა ზაგანიას შეუქმნას მომენტები. ყოველ შემთხვევაში არ ვიცი ახლა რამდენად ეთქმის იმას რომ ბარტიშვილი არის იბერიელთა შეტევების არქიტექტორი, თუმცა ცდილობს რომ ესე თავისუფალ სივრცეში ბევრი ბურთი მიიღოს და აი ტრიველად ჩაწოდება რაც ახსენე ეგეთ ძალიან ლამაზი იყო. ნახოთ მოკლედ, ნახოთ პირველ რიგში იბერია როგორ გააგრძელებს თამაშს და ბათუმელების ამასუხოდ რას მოიფიქრებენ ასე ვთქვათ. დასრულდა რეზი პირველი ტაიმი. მაინც ალბათ უნდა ვთქვათ, რომ ლოგიკური შედეგით. კი, იმიტომ რომ გოლის შემდეგაც ბათუმს ბევრი არაფერი არ გამოსვლია. მე მგონი გოლის შემდეგ უფრო არ გამოსვლიდა ვიდრე გოლამდე, იმიტომ რომ ძალიან იშვიათად გადადიოდნენ იბერიას ნახევარზე და კიდევ უფრო იშვიათად შედიოდნენ საჯარიმოში. ასე თითო ეპიზოდის გახსნემაც შეიძლება. ხო, იბერიამ პრესინგის ხაზი ოდნავ უფრო უკან დაწია. ნუ ეგ ლოგიკურია პრინციპში, ანგარიში უკვე წინ არის, თუმცა ფაქტია რომ გუნდი თამაშობდა მეორე გოლზე, სხვა შორის ჯინჯოლავამ რამდენიმე კუთხური ჩააწოვა და ყოველ ჯერზე ცდილობდა რომ ჩაეხვია ოლიმპიკო ეგრეთ წოდებული. არ გამოვიდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ გააგრძელებს მცდელობებს ასე ვთქვათ. ნუ მეგარი საჯარიმოში აწვდის მოკლედ. ნუ კარებში უფრო, მაგრამ ნუ იქ რაღაც იმედიც აქვს ალბათ რომ ვიღაც თამაშობს ბურთზე. კი ბატონო, აუცილებლად სათქმელია რომ გუგან ერგაძეს აქვს დისკვალიფიკაცია. არ ზის იგი საათ არის ქოთა სკამზე და იქეთ ჩრდილოეთ ტრიბუნაზეა მოპირდაპირე მხარეს მარტო და იქედან ცდილობს რომ მისცეს საკუთარ გუნდს დარიგებები. გუდუშაური არ არის ძირითად შემადგენლობაში და ალბათ მეორე ტაიმში მის გამოჩენა სველით და ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კაცი რომელიც აი დაახლოებით აქ ჩანს, გიორგი მაკარიძეს გულისხმობ. მაკარაც ჯერჯერობით კვლავ ტრამვირებულია და ჩვენ ვიყავით სხვა შორის იმ თამაშზე რომელზეც ტრავმა მიიღო. კი ბატონო. ქორო აცხადებს რომ მატჩის შემდეგ ტრადიციული გათამაშება, სხვა შორის ამ გათამაშებას შეეწირა წინა თამაში აი ეს ძალიან კარგ მდგომარეობაში მყოფი მინდორი. შემდეგ იბერიას მოუწია რომ ერთი თამაში დინამო არენაზე ეთამაშა, იმიტომ რომ ერთი ის რომ კლუბს ჭირდება კარგ მდგომარეობაში მყოფი საფარი და მეორე ის რომ ეროვნული ნაკრები თამაშობს ამ მოედანზე და მოკლედ რაც თავარია დღეს თამაშობს გაძლიერებული დაცვის პარკი. ნამდვილად, არა მხოლოდ მილოშევიჩი და ამისულაშვილი ყავს დაცვაში, არამედ ორბი ეხმარება აქედან რომ მაქსიმალურად დააზღვიონ მოკლედ ეგ ყველაფერი. კარგი, ველოდებით უკეთეს მეორე ტაიმს. ქერ მანამდე გამოიწერეთ არხი და ეს ბლოგიც აუცილებლად დაალაიქეთ. ძალიან დიდი მადლობა, ვინც ეხა რეზის სიტყვები გაითვალისწინეთ და დაალაიქეთ ეს ვიდეო და გამოიწერეთ ჩვენი არხი.
მოკლედ შევხვდებით მეორე ტაიმში. მატჩის 70-მე წუთია რეზი და ჯერჯერობით ისევ 1-0 გვაქვს ტაბლოზე. თუმცა ვიტყოდი რომ მეორე ტაიმი პირველ ტაიმს რაღაცით ჯობია. სათამაშო სტილს გულისხმობ. ბათუმის დინამოც უფრო გამოცოცხლებულია, ასე ვთქვათ და ამან ბუნებრივია გამოიწვია ისიც რომ იბერია ხშირ შემთხვევაში კონჩეტოებზე თამაშობს. ხო, ანუ უფრო ინიციატივა ბათუმელების ხარეს გადავიდა, პერსონალურ პრესინგს თამაშობენ. თავის ნახევარზე და სახიფათო შეფარდებას ტოვებენ უკან ხშირად 4-4-ზე არიან 3-3-ზეც იყო რაღაც ეპიზოდებში და ამიტომ აქვს იბერიას კონჩეტოებზე შანსი ერთი ეპიზოდი იყო როცა აი თითქოს 1-1-ზე გადიოდა და წააქცეს ნუ არც გადაუხედავს საერთოდ ალბათ არ იყო არაფერი და იყო კიდე რამდენიმე ეპიზოდი ხო თუმცა აი მარტიშოს უფრო მეტი სივრცე ეძლევა და იყო იქ ერთი სახიფათო შესვლა ანუ აი ეს პერსონალური პრესინგი ძალიან კარგად ჩანს რომ აი 6 კაცი მიდის პირდაპირ 2 საყრდენებზე და 4 უკვე ცდილობს მოწინააღმდეგის ცვლილების დაპრესინგებას და ნუ გათვლა ალბათ იმაზე აქვს რომ იბერია ვერ გამოიყენებს ამ უკანა ამ სახიფათო შეფარდებას და თუმცა ჯერჯერობით რაღაც პრესინგს არც ეთამაშება იბერია ძელი პასით ეგრევე გადააქვს ხოლმე ბურთი წინ კი ბატონო, ხო, სავარაუდოდ დროის გასვლასთან ერთად ბოლო 20 წუთში შევდივართ პრინციპში ბათუმელებს უფრო მეტად მოუწევთ წინ აგრესიულად წასვლა და ეს იბერიას სწრაფშემტევებს მეტ შესაძლებლობას მისცემს თან ეხლა ხედავთ რომ პატა ღუდუშაური ჩაერთვა თამაშში სულ რამდენიმე წამში მე როგორც დავინახე ვახობედოშულმა ანუ გოლის ავტორმა მოითხოვა შეცვლა და სავარაუდოდ პოზიციითაც პრინციპში ერთნი არიან და მე ვფიქრობ რომ ბედოშულ შეცვლის და აუცილებლად სათქმელია აი ამ კაფეს იბერიას ლეგიონერი საკმაოდ კარგი თამაში მარცხენა ფლანგზე შეიძლება თამაშობს ჯინჯოლავა ეხმარება ბართიშვილიც გადმოდის ხოლმე მის ფლანგზე და მე მგონი ეთყობა კაფეს რომ უფრო მეტად ადაპტირებულია გუნდის სათამაშო სქემასთან, იმიტომ რომ გვახსოვს სეზონის სტარტზე ძირითად შემადგენლობაში იშვიათად იყო, შესრულებზე შემოდიოდა და მთლად რაღაცა სასწავლო შთაბეჭდილებას არ ტოვებდა და ეხლა უფრო მომეწონა ამ თამაში, უფრო მომეწონა. ნახოთ მოკლედ იმედი გვაქვს რომ გოლს კიდევ ნახავთ ამ თამაში, თუ ეგრე არ მოხდა და მაშინ იბერია ძალიან მნიშვნელოვან სამქულას მიუახლოვდება და ქუთაისის ტორპედოს კვლავ 4 გულით გაასწრებს, იმიტომ რომ გუშინ გაგრასთან თქვით რომ დამარცხდა. და ნუ 7 სამქულასაც შეიძლება იყოს, იმიტომ რომ მომენტებს ვერ ქნის ბათუმი საერთოდ. და არისკენ დარტყმაც კი გირთულია გაიხსენო რაღაცა შორეული დარტყმა რაღაც ეგეთი, იმიტომ რომ დარტყმამდეც ვერ მიდიან და უფრო მეტი რაღაც კრეატივი და გააქტიურება შეტევაში უეჭველად ჭირდებათ. კი ბატონო, გეთანხმები აბსოლუტურად. ჩვენს გამომწერებს აუცილებლად უნდა უთხრათ, რომ დაალაიქონ ეს ვიდეო, ვისაც გამოწერილი არ ყავართ, მეგობრებო, აუცილებლად გამოგვიწერეთ და ნახოთ მატჩის შეჯამებით აუცილებლად დაგიბრუნდებით, თუ მანამდე რაღაცა განსაკუთრებული მომენტი არ მოხდა. დასრულდა რეზი ჩვენი მორიგიოლოგი ჩვენ შეგნებულად მატჩის შეჯამება აი ამ ეპიზოდისთვის გადმოვდეთ როგორ შეაფასებდი მატჩს თავარი მიზეზი დღევანდელი მარცხის ისაა ის რომ ჩვენზე ძლიერი გუნდი არის დღესდღეობით იბერია და ნუ ეს არის თავარი მიზეზი ბევრი რაღაცა არის პატარა რაღაცა რაც რამაც შეიძლება რომ ჩვენ რეალურად ხელი შეგვიშალა თამაში მაგრამ თავარი მიზეზი არის რომ მოწინააღმდეგე ძლიერი
დღესაც და ზოგადად ჩემპიონი გუნდია და სახში თამაში მე მგონია რომ გვაჯობა ყველა ასპექტში. მე ვფიქრობ ეს ჩვენი ყველა შედეგი რაც არ უნდა ვთქვა არის სულ გამართლებაზე და სულ რაღაცა მომენტზე, როდესაც ჩვენ უნდა გამოგვივიდეს ყველაფერი და არის სეზონის დროს ისეთი მომენტები, როდესაც ხდება ეს. ეს 5 თამაში ესეთი იყო, ჩვენ ალბათ ყველაფერი გამოგვივიდა და გაგვიმართლა კიდე ბევრ რაღაცაში. მე მგონია რომ ეს კანონზომიერება უნდა გახდეს მომავალში და არ ვიყოთ გამართლებაზე დამოკიდებულები. დღეს მაგაზე ვართ დამოკიდებული. ჩვენ რითიც დავიწყეთ და რა პრობლემებიც ჰქონდა, რა გუნდითაც დავიწყეთ, ზუსტად ისე ვართ. ჯერ ხო არაფერი არ შეცვლილა, მაგრამ ამ ბიჭებს, ჩვენ ფეხბურთელებს მადლობაც ვუხდი, რომ მოახერხეს თავის თავში. ოულობენ სულ მოტივაციას, რომ აი ესეთი გრაფიკით, ესეთ სირთულეები დაძლიონ და მაინც თავის რაღაცა დონე დაიჭირონ. კლასიკური თამაში იყო საქართველოს ჩემპიონატზე, ოღონდ იბერია, თამაშერები იყო დამსახურებულად მოიგო. ორივე ტაიმში უფრო დამაჯერებელი იყო. უფრო საინტერესო იყო ბათუმია ცოტა იმედები გაუცრო ალბათ დღეს თავის გულშემატკივარს, რომელიც ჩამოყვა მას ბათუმიდან. იმიტომ რომ შეტევაში დიდად ვერაფერი ვერ შექმნეს, ბოლოს იყო ერთი მომენტი თავით რო ურტყამდნენ და საინტერესო იყო რომ მეკარი ჩავიდა ბოლოს კუთხურებზე, მაგრამ არც ამას მოხდა დიდად არაფერი. ხო, იბერიასთან შედარებით ცალსახარო ბათუმი ბევრად გამოუცლელი და ახალგაზრდა გუნდია. იბერია არის რეალურად კოლექტივი, რომელიც რამდენიმე წელია უკვე ერთად თამაშობს და ეს ეტყობა განსაკუთრებით ისეთ გუნდებთან თამაშს, როგორც მაგალითად ბათუმის დინამო. შავი ზღვის სპრიალები შეუერთდნენ იმ გუნდების სიას, რომლებსაც იბერიამ უკვე ორივე წრეში მოუგო. გუგან ერგაძის გუნდმა გამარჯვება მოიპოვა როგორც ბათუმში პირველ წრეში, ეხლა უკვე ამ მატჩშიც და ჩვენ დასაწყისშიც ვამბობდით, რომ იბერიას რეალურად შესარგები აქვს ის ფეხის დაცდენა, რომელიც გუშინ ქუთაისის ტორპედოს მოვიდა და მშვენივრად გამოვიდა. მოიგო იბერიამ და 4 ქულით გაასწრო უკვე ქუთაისის ტორპედოს. ჩვენ გუგან ერგაძის კომენტარი, მინი კომენტარი მოვისმენთ, რომ გამოდიოდა, სადაც დაცვაში აქ, რომ დაცვა დღეს კარგად გამოიყურებოდა და უფრო ამით იყო კმაყოფილი, რომ უფრო საიმედოდ ვითამაშეთ დაცვაშიო, წინა თამაშთან შედარებით. არა, ხედავს. წინა თამაშთან შედარებით, სადაც 3 გოლი გაუშვეს, ხო? ხო, წინა თამაში ნამდვილად არ ქონდა იბერიას დამაჯერებელი. მოკლედ, რისი თქმა შეგვიძლია, აუცილებლად მაყურებელს უნდა უთხრათ ის, რომ დაალაიქოს ჩვენი ვიდეო, გამოიწეროს ჩვენი YouTube არხი, გამოყვეს სხვა სოციალურ პლატფორმებზე და კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ და უთხრათ, რომ HubSG-ს დახმარებით, რომელიც ჩვენი პარტნიორი კომპანიაა, ვათამაშებთ ამ ვიდეოში დინამო ბათუმის მაისურს. ჩვენ როგორც ვთქვით, ესე ტრადიციასავით მივყვებით, რომ სხვა გუნდების, ქართული გუნდების მაისურებს ვათამაშებთ და დადგა ამ ჯერად ბათუმის დინამოს ჯერიც და მოკლედ ნებისმიერი სახის კომენტარი დაგვიწერეთ. და ჩვენ შემდეგ სავარაუდოდ ლოგშიან პოდკასტში გამოვავლენთ რენდომაიზერის დახმარებით გამარჯვებულს და აუცილებლად გადმოგცემთ, იმიტომ რომ იბერიას მაისური უკვე გავათამაშეთ, ტორპედოს მაისური უკვე გავათამაშეთ და მოკლედ ეხლა ვნახოთ ვინ დაეუფლება ბათუმის დინამოს მაისურს. ხო, ვლოგები ქართულ კლუბებთან ერთად ეხლა სანაკრებო პაუზაზე გავა, ჩვენ პოდკასტები გვექნება ცოტა ხანი და შემდეგ ნუ დავუბრუნდებით, როცა განახდება საქართველოს ჩემპიონატი. კი ბატონო, საქართველოს ჩემპიონატში იწყება სანაკრებო პაუზა და დაახლოებით 12-13 ივნისისკენ ესე დაიწყება მატჩები და ბუნებრივია ჩვენც დავბრუნდებით ქართულ მოედნებზე. მოკლედ, დროებით.